დიჭოდა დინტრა. დავჩის პატრონოს სახლის ტიროდი, ბღავადი. თუ ხელ გამეკვანეს და დიწვა. და მე რა მოხდა? დიჭოდა დინტრა. სახელი აღამაკ. ეს 6 წლის მაგდაა. მაღალმთიანი აჭარიშვილი. თამაშის დროს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. ბავშვს თავის ქალა ახადეს. ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის პატიოსანი ოჯახი წვანებით აგროვებდა ფულს, მაგრამ ხანძარმა ფერფლად აქცია სახლიც და ბავშვის მკურნალობისთვის მოგროვებული თანხაც. უსახლკაროდ დარჩენილმა შავაძეების ოჯახმა 5 პატარა ანგელოზით თავი დროებით პატარა ხის ქოხს შეაფარა. ბანები ახალ შეიყვანეს და ყველა წიგიყვანეს ეგ. აფერი არ გვეცვა. პეშხვა არ გამოვედით. ბატონები აღარ მქონდა, რამე აღარ მქონდა, რეზინები აღარ მქონდა, ჩანთები აღარ მქონდა, წიგნები აღარ მქონდა, და სავარცხელი აღარ მქონდა, დაგმებაცხნა. ეს 10 წლის ბარბარია. გემუდარებით, კარგად დააკვირდით ამ თვალებს. ბავშვი ყოველ დღე უიმედოდ მიჰყვება ამ გზას. გზას, რომელსაც სხვა ბავშვები თავიანთ სახლებში მიხავს. გამონაკლისი მხოლოდ ბარბარე და მისი დები არიან. ცეცხლში ჩაიწვა არა მხოლოდ სახლი, არამედ რაც ყველაზე მთავარია, შანსი და იმედი პატარა გოგონას გამოჯანმრთელების. ბავშვების მამა პატიოსანი მშრომელი კაცია. ელექტრიკოსად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. მაგდას ავადმყოფობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება საჭირო ბავშვის შეყვანა ხულოდან ბათუმის და თბილისის ავადმყოფოებში. ამიტომ საბრალო კაცს ახლა აღარც სამსახური აქვს. ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ოჯახმა შეძლო, რომ ფერფლად ქცეული სახლის ადგილას ახალი სახლის მშენებლობა წამოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს 15,000 ლარს დაპირდა. ეს თანხა სახურავის გადახურვასაც კი ვერ ეყოფა. ახლა მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. შეხედეთ, ბავშვები ხომ უსიტყვოდ, მაგრამ თვალებით გვევედრებიან დახმარებას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.